რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. მედია პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს მთავარი თემით ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. რა შეძლებენ და რას გააკეთებენ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის საზოგადოებას როგორც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებმა გააცნეს, ჟურნალისტები და ხელოვანები პარლამენტში და პარლამენტს გარეთ რამდენად მოიპოვა როგორც პოლიტიკოსმა საზოგადოების დობა მიხელ თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა გიარონიშვილმა, რომელიც უკვე 1 წელია პარლამენტარია, რატომ არ საუბრობენ ყოფილი ჟურნალისტები პარლამენტში ჟურნალისტების თავისუფლებაზე. გიორგი ახვლედიანი ქრისტიან დემოკრატებიდან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი, ასევე ჩვენს გადაცემაში პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ხელოვანი ქალბატონები, როგორ ზრუნავენ ისინი ჩვენს ქვეყანაზე. ხათუნა უჩიაური და ნინო ბურდული პოლიტიკური დებატების გადაცემის დასკვნის ბლოგში. მოგესალმებით ბატონგია, მივესალმები ნაციონალური მოძრაობის შედარებით ახალ პოლიტიკურ სახესის მესამე ნომერს, ხომ თუ არ ვწდები ბატონგია. ბატონგია ბატონო? მოგესალმებით. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონგია, მინდა გკითხოთ სანამ პოლიტიკურ თემებზე დავიწყებდეთ საუბარს. თქვენს კოლეგებთან ერთად, ნინელი ჭანკვეტაძესთან, გნებავთ გიაბურჯანიძესთან ერთად, არ მოიაზრებთ თავს როგორც ჩარეცხილ ხელოვანს? არა, რა თქმა უნდა. რატომ ბატონგია? არც ერთი მათგანი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ ჩარეცხილი არ არის. ეს თქვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერმა ბრძანა ბატონგია? არა, ეს თავის დროზე არასწორ კონტექსტში იყო გაგებული, მე ასე ვთვლი და აქ იყო რაღაც მენტალობაზე ლაპარაკი და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკი და ესეთი მენტალობა არისო ჩასარეცხილ, აი ამაზე იყო ლაპარაკი და არა რომელიმე ჭანკვეტაძის მენტალობა ბატონო. როგორ არა, ვინ იქ იყო კონკრეტულ რაღაცაზე არ იყო ლაპარაკი არც ნინელიზე, არც გიაზე და არც არავიზე. იქ იყო რაღაც კონკრეტულზე ლაპარაკი, რაღაც მენტალობაზე, რომელიც ესმა ჩაირეცხოს ჩვენი ცხოვრებიდან და წავიდეს. თუ არ ვწდები ჩაშვების ინსტიტუტი თუ ასე შემდეგ, ეს იყო 2 თუ 3 წლის წინ. არავითარ შემთხვევაში მე ჯერ ერთი თავს ჩარეცხილად როგორც შემოქმედი არ ვგზნობ, რა თქმა უნდა, არც დაწუნებული ვარ, არც ჩემი კოლეგები არ გზნობენ თავს. ისინი გზნობენ თავს და პრეზიდენტის ამ ეს განცხადება მათთვის იყო შეურაცხყოფილი ბატონგია. გასაგებია, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათ ეს არასწორ კონტექსტში გაიგეს და ყველა მათგანმა ბატონგია. მე მგონი კი. იმიტომ რომ იცით რა, ალბათ არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ მე ასე ბილად ვიტყვი, იმიტომ რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან, ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ მაინც პოლიტიკის გარდა და მე ასე ვთვლი, რომ მათ არასწორად გაიგეს ეს ყველაფერი. პრეზიდენტის ეს განცხადება თქვენთვის არ იყო შეურაცხყოფელი ბატონგია? კიდევ ერთხელ გიმეორებთ. არა, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ჩარეცხილად არ ვთვლი და არ ვთვლი არც გიაბურჯანაძეს, არც ნინელი ჭანკვეტაძეს. შემოქმედა მთელ არმიას. მარტო ამ ეხლა თქვენ ახსენეთ და იმიტომ არავინ საქართველოში ხელოვანები და კულტურის მოღვაწეები არანაირად არ მიმაჩნია რომ დღეს არიან ცხოვრებისგან ასე ვთქვათ გარიყულები, ანუ ჩარეცხილ რას უწოდებთ ჩარეცხილ. იცით რა არის პრეზიდენტმა გარიყულები ცხოვრებიდან მათ არავინ არაფერს არ ეკითხება, საქმეს არ აკეთებინებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ეს ხელოვანი ადამიანები ტელეკომპანია იმედის ეთერში აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. სწორედ მეორე დღეს პრეზიდენტმა მათ უწოდა ჩარეცხილები. გასაგებია რომ საუბრობთ თქვენ რომ მათ არასწორად გაიგეს. მე ვთვლი რომ მაშინ ტელეკომპანია იმედი ზოგიერთ რაღაცებს ტენდენციური შუქით მხარით აშუქებდა. ეს როგორ აშუქებს ტელეკომპანია იმედი? ვერ გეტყვით, არ ვიცი, მე მაშინ მერე ვიგრძენი ეს უფრო და უფრო რაც გავიდა, რომ ბევრი რამ ტენდენციური იყო, თუნდაც ოპოზიციური აზრის თვალსაზრისით რა და თუნდაც ტენდენციური იყო უფრო, დღეს რა ვიცი, დღეს კი ბატონო, რადგან თქვენ წამოიწყეთ ლაპარაკი, მე აქვე კითხავთ, მაშინ რამდენად ობიექტურად მუშაობს დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებზე მაგ საუბარი? იცით, პრეზიდენტმა გამოაცხადა დემოკრატიის მეორე ტალღა და არჩევნების შემდეგ კი ბატონო, ბატონგია დემოკრატიის მეორე ტალღაზე ოდნა მოგვიანებით? ხო,
არჩევნების შემდეგ დაიწყო, ასე ვთქვათ, ტელევიზიებში, თქვენ იცით ეს, საზოგადოებრივ არხზე კანონშიც კი ჩავწერეთ, პარლამენტმა ჩავწერეთ კანონში სპეციალურად ანტიკრიზისული საბჭოს მოთხოვნით, რომ დებატებისთვის ყოფილიყო გამოყოფილი დრო კანონის დონეზე. ეს შემდეგ სხვა ტელეკომპანიებმაც აიტაცეს, აგერ ახარ თქვენ ერთი მაგალითი და იმედის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ვთვლი, რომ დღეს სადაც არ გადართავ არხებზე ყველგან არის დებატები და ყველგან მიდის ჩვენი წარმომადგენლებიც, ოპოზიციური აზრიც და ეს ასეც უნდა იყოს ამის მომხრეო და ეს უფრო უნდა განვითარდეს. კი, საინტერესოა კიდევ რა მოიტანა დემოკრატიის ახალმა ტალღამ, მე მინდა თქვენი ერთ-ერთი პრესაში დაწერილი ინტერვიუდან ცოტა მოგვიანებით მომიშველიო თქვენი განცხადება, თუმცა მანამდე ბატონგია მე ეს კითხვა ჩარიცხილების შესახებ რატომ კითხეთ, სწორედ ამ ადამიანებს წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჩუქრად გაუგზავნა საახალწლოდ ინდაურები. საინტერესოა თქვენც მიიღეთ საჩუქრად ინდაურები? არა, მე ინდაური საჩუქრად არ მიმიღია და ეს თუ ასე იყო და თუ გაუგზავნა კულტურის მოღვაწეებს საახალწლო ნობათი საქართველოს პრეზიდენტმა, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. დამერწმუნეთ. შეიძლება ყველას არ მოუწიეს და მე გული მწყდება, რომ შეიძლება მე კიდევ ვიღაცისთვის ეს ნობათი უნდა გაეგზავნა. ვერ გეტყვით. ანუ პრეზიდენტის ეს ჟესტი თქვენ კარგად მიიღეთ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი მარტო ამ ჟესტით კი არა, საერთოდ მისი დამოკიდებულება, ეს ხელოვნების მოღვაწეებმაც იციან ჩემს გარდა, მისი დამოკიდებულება, ის არაერთჯერ შეხვდა სხვათა შორის საქართველოს პრეზიდენტი ქართული კულტურის წარმომადგენლებს და არა მარტო კულტურის წარმომადგენლებს, ჩვენ საზოგადოებას ცალ-ცალკე ყველას და ესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, გაითვალისწინა, ვთქვათ, კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მე ეს ვიცი, რომ ეს იქნება პერმანენტული. ახლა კულტურის მინისტრი აპირებს იგივე ეს კულტურის სამინისტროს დონეზე, კულტურის რადგან დაიწყეთ ეს თემა, ბოლომდე გითხრათ, კულტურის მინისტრი თვითონ უკეთესად გეტყვით ამას, თუ დაპატიჟებთ, ის აპირებს საექსპერტო ჯგუფების შექმნას, რომ ის კულტურის მუშაკები, ის ხალხი, რომელზეც დგას და რომელიც ქმნის თანამედროვე ხელოვნებას და ქმნიდა თანამედროვე ხელოვნებას და ძალიან საპატივცემულოა მთელი ქვეყნისთვის, მათთან ერთად გაატაროს კულტურის პოლიტიკა. გასაგებია ბატონგია, მე მესმის რომ თქვენ ეს პრეზიდენტის ჟესტი მიიღეთ კარგად, მაგრამ იმ ანაბიანებამ ვინც ეს საჩუქრები მიიღეს, საჩუქრებს მიიღეს ინდაური, იცით რა, ზოგიერთი მათგანი თუნდაც ჩვენს ეთერში საუბრობდა, რომ მათ უხერხულად იგრძნეს თავი. იმ ფონზე, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე არის მშიერი, ხომ პირდაპირ ვთქვათ. იმ ფონზე, როდესაც უამრავი დევნილი გვყავს დღეს ჩვენ საქართველოში. საჩუქრად ინდაური ბატონგია, რამდენად მისაღებია თქვენ? პასუხებთ, იცით რა, მე მგონი ქვეყნის ხელისუფალმა და მან სწორად მოიქცა ყოველთვის უნდა გამოეხა ეს რამდენი ინდაური იყო და გოჭი იქ მე არ ვიცი, მაგრამ ეს იმ პრობლემას, რომელიც დევნილებს რამე მოკლებოდა ამ ინდაურების გამო, მე ესეთი რამე ცოტა ვაშარჟებთ ამას. მე ვერ წარმომიდგენია რა. ეს იმდენად მიზერია, რომ ქვეყნის მეთაურს აქვს იმის უფლება, რომ ასეთი ჟესტი, ან დაბადების დღე, ან ახალი წელი, ან არ ვიცი, რაიმე დღესასწაული მიულოცოს ხელოვანებს თუ არა მარტო ხელოვანებს. გასაგებია, თუმცა პრეზიდენტს როცა აკრიტიკებენ, სწორედ ამ ადამიანებს უწოდებს ჩარიცხილებს. ბატონგია, ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით. ამაზე ალბათ თავად გადაცემის მეორე ბლოკში ნინო ბურდული მოგვახსენებს, რომელიც ერთ-ერთ ჩარიცხილებს თვლით თავს. მე არ ვთვლი არც ნინო ბურდულს, ჩემს უსაყვარლეს კოლეგას, არც ქალბატონ ნინელის, არც გიას, არ ვთვლი მათ, მე არც არავინ არ თვლის ჩარიცხილებად, იცით? შეუძლებელია, ისინი თამაშობენ სპექტაკლებს, ძალიან დიდი წარმატებით. თუ არის კინო, იღებენ კინოში, თუ არის საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, დაკვეთა, რომ ისინი იყვნენ ტელეარხზე და თქვა, თავისი აზრი გამოთქვან და ყველაფერი აბსოლუტურად ყველანაირი გზა გახდა. თავად ბრძანებთ, რომ მაშინ, როდესაც ეს ადამიანები გამოდიოდნენ ტელეეთერში და პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ, ეს არხი ტენდენციურად მუშაობდაო, ბატონო. ნორმა არა, ერთი წუთით. მათ ყოველთვის აქვთ ამის უფლება, მაშინაც ჰქონდათ და შემოგვედა და მე საერთოდ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ გამოვიდეს და ხელისუფლება აკრიტიკოს. მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. მაგრამ ხო შეიძლება, რომ ხელისუფლებამაც, რა თქმა უნდა, არა შეურაცხყოფა ამას გამოვლენ, მაგრამ თავისი აზრი თქვას. კი ბატონო, და საჩუქრად მიერთოს ინდაური. არა მხოლოდ ინდაური. ძალიან გაპიარდა ეს თემა. ჩვენი მხრიდან არა, მაგრამ არ ვიცი. თქვენ აპიარებთ. კი ბატონო. მეტად ვიდრე ამას მნიშვნელობა აქვს. ეს იყო კეთილი ჟესტი, თუ იყო ასეთი რამ
თუ კეთილი ჟესტი იყო ბატონგია თუ გავაპირებთ მე მგონი ცუდი არაფერი არ არის ამაში ხო? ხო რა მე მგონი კი ბატონო ბატონგია პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის სატელევიზიო 4 საათიან გამოსვლაში ისაუბრა ხელოვნების განვითარებაზე მან დაასახელა რამდენიმე ფილმი რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შექმნილი მოგზაურობა ყარაბაღში იგივე ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ქეთა და კოტა იმ ხელისუფლებამ რომელმაც